положение, когда их на что-то смотрят, осматривают, дают документы. Это неприятно и ущемляет чувство достоинства женщины. რეალობას თვალებს უნდა შევხედოთ. საქართველოში ქალი არის მეორეხარისხოვანი ადამიანი. ქალების სტატუსი არის ძალიან არასახარბიელო. ასეთი ექსპერტიზები, ასეთი ცნობები, ასეთი ბიუროები ხელს უწყობს ქალის სტატუსის გაუარესებას. ყველა ქალი ისევ და ისევ წარმოჩენილია როგორც საგანი სექსუალური ობიექტი, რომელსაც, რა ვიცი, ცხენივით უნდა შეუმოწმო კბილები და მის ღირებულება განისაზღვრება რაღაცა აპკის არსებობა არ არსებობით. ანუ ეს არის დამცირება ყველა ქალის, არა მარტო იმისი, ვინც აქ მოყავთ. ქალიშვილობის ინსტიტუტს ეს ერთი ხელის მოსდით მე ვერავინ ვერ დაარღვევს. სანამ თვითონ ქალებს არ ექნებათ იმისი განცდა, პირველ რიგში არ ექნებათ ინფორმაცია იმაზე, რომ მათი სხეული მართლა არის მათი საქმე და არ არის არავისი გადასაწყვეტი ის იქნება თუ არა ქალიშვილი. მანამ სანამ ადამიანები რაღაც რელიგიური სიბრმავით ამტკიცებენ, რომ ქალიშვილობა ეს არის ჩვენი რელიგიის მოთხოვნა და ამ დროს არავის არ უჩნდება შეკითხვა, რომ ეს რელიგია ადამიანო ვაჟიშვილობასაც ითხოვს და მაშინ შენ რატო არ ხარ ვაჟიშვილი? ამისი პროტესტის გრძნობა სანამ არ უჩნდებათ, ეს არის უბრალოდ ტრადიცია, ანუ რაღაცა ბორკილები რაც ადევს ქალის სექსუალობას და მანამ სანამ ქალები თვითონ იქნებიან ამ ტრადიციების გამტარებლები, რა ვიცი, არც არაფერი არ ეშველება რა, ქალიშვილობის ინსტიტუტი დაირღვა, მაშინ როცა აღარ იქნებიან ქალიშვილები. თუ კი ადამიანებს შენი მესიჯი გინდა მიაწოდო, აი საოცრად უნდა თქვათ, რაც არ უნდა რადიკალურად ეჩვენებოდეთ ვიღაცებს. დუმილი არის ჩემთვის უფრო დიდი მტერი, ასე ვთქვათ, ამ საზოგადოების განვითარების. და ძალიან დიდი შეცდომა. ამიტომ რაც უფრო მეტი ადამიანი დააგვისურვოს და იქნება, ასე ვთქვათ, რადიკალური, ჩემთვის ეს არ ნიშნავს რადიკალობას, ეს ნიშნავს იყო იქ, სადაც არის ადამიანის უფლებები. მას ეს მითქო კარი. რა თქმა უნდა, ქალისთვის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მოაქვს თავისუფლება და თავისუფლება შემდეგ ბევრ რაღაცას გულისხმობს. ზუსტად ამიტომ არის, რომ ეკონომიკურად აქტიური ქალის ეშინიათ. და ვთქვათ, იგივე ოჯახის შექმნის შემთხვევაში ქალის ეკონომიკური აქტივობაც გარკვეულწილად იზღუდება. ანუ პირველ ადგილზე უნდა დადგეს ოჯახი და უკვე მეორე ადგილზე ფუფუნება ეკონომიკური აქტივობა. რჩება, ჯერ კიდევ მკვეთრად გამოკვეთილად პატრიარქალურ საზოგადოებად, სადაც, ასე ვთქვათ, ქალის ჩაგვრის ესეთი ფორმა, როგორც არის დავუშვათ მისთვის არათანაბარი უფლებების მინიჭება მამაკაცებთან შედარებით, ასე ვთქვათ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ხო? და განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება პირად ცხოვრებას, იმიტომ რომ ქართულ კულტურაში, ასე ვთქვათ, ქალის პირადი ცხოვრება, ეს არის ის, რაც განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, კონტროლის ქვეშ არის, თუ შეიძლება ესე ითქვას, აყვანილი. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რამაც გამოიწვია დღევანდელი პროტესტი, რომ უკვე ფაქტობრივად იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ ქალიშვილობის ექსპერტიზით დაკავდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანუ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სიპი, გამოდის, რომ ესე ვთქვათ, სახელმწიფო სტრუქტურაში მოხდა ამის ინსტიტუციონალიზაცია, ანუ ქალის მიმართ ღირსების შემლახველი ქმედების ინსტიტუციონალიზაცია. მე აქ უნდა ვთქვა, რომ მივესალმები ქალბატონ თეატრულუკიანის დღევანდელ განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც, განსაკუთრებით ქალები, ესე ვთქვათ, გამოეხმაურებიან ამას ადეკვატურად და გააკეთებენ შესაბამის განცხადებას, იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანაში ქალი იყოს ესე დისკრიმინირებული, ესე დისკრედიტირებული და ესე ვთქვათ, ის როგორც გასაყიდი ნივთი ან გასაყიდი ცხოველი, ესე ვთქვათ, რაღაცა ასეთი ღირსების შემლახვალ მოპყრობას ექვემდებარებოდეს.